ამ ვიდეოთი მინდა მიმართო ბერა ივანიშვილს. ცოტა უცნაურად ჟღერს და შეიძლება სასაცილოდაც, მაგრამ აი როგორც ყოფილ თანამებრძოლს პრინციპში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თანამებრძოლები 2012 წელს, მახსოვს სტუდენტური აქციების დროს, რომელიც მონაწილეც და ძალიან აქტიური მონაწილეც მეც ვიყავი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საერთოდ ისე მოხდა, რომ თვითონ ემახსოვრება, ხა მე არ ვემახსოვრები, მაგრამ ის აქცია ემახსოვრება მეტეხის სასტუმრო მეტეხის ტერიტორიიდან შემოუერთდა აქციას, აი ესე უცბად ზემოდან ჩამოუხვია და დიდი ოვაცია გამოიწვია ამ ამბავმა და ჟრიამული და სიხარული აქციის მონაწილეთა შორის, იმიტომ რომ ყველას გაგვეხარდა ბერას დანახვა, როგორც იმ პროტესტის ერთ-ერთი სიმბოლოსი. პრინციპში შეიძლება ასეც ითქვას. ზოგადად იმ წლების საპროტესტო მოძრაობის და კონკრეტული პროტესტის. თან ცოტა გამიკვირდა, რომ დაცვის გარეშე ესე ჩამოვიდა და თქო და ჩამოაბიჯა საშიში არ იყოს თქო, მაგრამ მე კი შემომჩნია იქ ერთი 10 კაცი, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა დაძაბული და მოყვებოდა, მაგრამ მაინც. ხო და აი ეს იმის განმარტება თანამებრძოლად რატომ მოიხსენია, ხო და დღეს მინდოდა მეთქვა ბერასთვის, რომ თუ ახსოვს, აი უბრალოდ მაინტერესებს, ესე პირდაპირ შემეძლოს კითხვის დასვა დაუშვამდი, მაგრამ ესე მიწევს, აი თუ ახსოვს რა იყო იმ აქციების სლოგანი. სისტემა უნდა დაინგრეს. აი ეგ იყო იმ აქციების სლოგანი და აღარ ახსნი ახლა ვცლად, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი რატომ არ დაინგრა სისტემა. მიშას სისტემას რას ვუჩიოდით და რა არ მოგწონდა მიშას მმართველობის დროს, ხო ბევრი რამე არ მოგწონდა, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი და აი პირველი რო თავში გაგახსენდება რეებია ეგეთი, აბა ვთქვათ. პირველი არის ეგეთი სასამართლო სისტემა, რომელზეც რა ვიცი 1000 ხუმრობა იყო უკვე და ისტორიები შეთხზული 98% რო იყო გამომტყუნებელი განაჩენი მიშას დროს, რომ მოსამართლე 98% შემთხვევაში ამტყუნებდა ადამიანს. მით უმეტეს თუ ამისი სახელისუფლებო ინტერესი იყო. რა ქნეს ამათ ბერა აი მამაშენმა და სხვებმა, მათ შორის ძირითადად უმრავლესობა იმათმა, ვინც იმ აქციებზეც კი ნადგომი არ არის და ზოგი მიშას კლერკები იყვნენ და ზოგი ხელის ბიჭები დარბოდნენ, ფურცლებს დაატარებდნენ აქეთ-იქით მიშასთან და ისინიც რო დღეს ოსნებაში არიან. რა ქნეს? მაგ ხალხმა აი ესენი, აი ეს მთელი სასამართლო სისტემა გადმოიბარეს. დღეს რამდენი არის გინდა გითხრა ზუსტი რიცხვი, იმიტომ გეუბნები ესე გინდა გითხრა, შეიძლება აღარ ხარ საერთოდ ჩართული და მგონი სადღაც ხარ შენთვის ბედნიერად ცხოვრობ, ღმერთმა ბედნიერად გამყოფოს და შეიძლება საერთოდ აღარ გაინტერესებდეს ეს პოლიტიკა, მაგრამ მინდა რომ იცოდე. დღეს რამდენი არის, იცი გამომტყუნებელი განაჩენი, ვინც აქციებზე დააკავეს, იმათი რამდენი პროცენტია? ზუსტ პროცენტს გეტყვი. მეათედები არ დაგჭირდება, 100. არც ერთი გამონაკლისი. აი არის შედარება მიშას სისტემასთან და მიშას სისტემის მოსამართლეები დღეს აი ამას აკეთებენ. მეორე სისტემა რომელი იყო? სისტემა რა მეორე კომპონენტი მიშას სისტემის, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონდა და ვებრძოდი. ძალოვანი სტრუქტურები ხო იყვნენ. რა ვიცი, შეიძლება ესეც არ გინახავს და მოგიყვები მაშინ ამ ვიდეოთ. დაკავების შემდეგ ცემენ ადამიანებს, თან ისე ცემენ, რომ აი სპეციალურად დიდი დაზიანებები რო გამოუჩნდეთ სახეზე და მაქსიმალურად მტკივნეული რო იყოს და გოგოებს ეუბნებიან ისეთ რაღაცეებს რაც არ ვიცი, შენ მეგობართან ახლობელ გოგოს მინმე უთხრას, დარწმუნებული ვარ, ადგები და აი ფიზიკურად რასაც შეიძლება ალბათ თავში დაარტყავ ეგეთ ადამიანს. აი პირადად რა შენ მეც ეგრე ვიზავდი ალბათ, ხო? აი ეს ამას აკეთებს პოლიცია. დღევანდელი პოლიცია, რომელსაც მიშას დროს სამართლიან და ზვაკრიტიკებდით ყველა ერთად, ხო? და მე ხა რაღაცა რომ დამჭირდეს. პოლიციაში ალბათ აღარ აზრი არ აქვს რომ დავრეკო რა, ამ კონტექსტში რომ დამჭირდეს და ის რო იყოს პოლიტიკური ინტერესი, ჯობს ალბათ არ დავრეკო. აი ვიდეოს გამო, აი ხლა. აი ვიდეოს გამო. იღარა რომ გესაუბრები, ესე შეიძლება მე ვიღაცა შემომივარდეს და მთელი ჩემი ტექნიკა წაიღოს ჩემი სახლიდან, ამასაც აკეთებენ. ხო და არ დანგრეულა მოკლედ სისტემა და შენ რატომ მოგმართავ? შენ იმიტომ მოგმართავ, რომ ჩემი აზრით ჩვენც ყველას მაშინ ვინც აქციებზე ვიდექით, დღესაც გვაქვს რაღაცნაირად მორალური პასუხისმგებლობა. რომ დღესაც უსამართლობაზე ამოვიღოთ, მაი როგორც შენ ამოიღე მაგათი რომელი წელი იყო 17-18 წელი იყო კლუბში შევარდნაზე. მაშინ კიდე ზოგმა იფიქრა, რომ ვა ესე ამა ძალიან თუ გაუბერეს, აი რო რამე ბერა მაინც ხანდახან რაღაცას დაწერს ხოლმე და იქნებ მაგან მაინც გვიშველოს მოსამართლის ბედი რო არა გვაქვს ნდობაო. ეგეთ ხუმრობებიც იყო რაღაც შემდეგ აქციებზე, რომ ბერა მიდი დაწერე რამე გემახსოვრება ეგეც, ხო? და მესმის რომ ხდება აღარ გაინტერესებდეს საერთოდ არც ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკაში არ ერეოდა, სადღაც შეიძლება სხვა ქვეყანაში ცხოვრობდე შენთვის და TikTok-ებს წერდე, რომელსაც მიგდებს ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობა დაგვჭირა რა და ვინმეს თუ შეუძლია ამ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა, ჩემი მაქსიმუმი არის ეს, აი ახლა რასაც უყურებ, აი ეს ვიდეო არის ჩემი მაქსიმუმი, მე რაც შემიძლია და შენ მგონია რომ ცოტა მეტი შეგიძლია და
მოდი ამოდი ცოტა იქით სორსაც წავალ რა. არ მინდოდა ხა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვათ რა, მთელი ცხოვრება შენ დარჩები ბიძინა ივანიშვილის შვილად. მე ამაში არაფერი პრობლემა არ არის. საერთოდ არ არის პრობლემა. მე მაგალითად ვამაყობ, რომ მამაჩემი შვილი ვარ, ვიქნები მთელი ცხოვრება, მაგრამ ცუდი რაღაცები გააკეთა უკვე მამაშენმა და უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ თუ არსებობს, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, ვისაც ამის შესვლა შეუძლია, მგონია რომ მართლა ხარ შენ. არ ვიცი რა შანსია ხარ ეს უჯილო თუ ნახო, მე ამაზე რამე ჯანსაღი რეაქცია გქონდეს და აქეთ არ გაბრაზდეთ ჩემზე და მით უმეტეს რომ მე რასაც გქოვე გააკეთო, მაგრამ არ ვიცი. ვცდილობ მე რაც შემიძლია და აქვე იმასაც გეტყვი რომ თუ გონია რომ ეხა ეს რაღაცა ეს არის 13 ჭროთ ჩაწერილი ვიდეოა და აქედან ვამბობ ამას, როდისმე თუ გადაწყვეტ ჩემთან პირადად საუბარს, აი პირადად გეტყვი ზუსტად იგივეს. არ შეურაცხყოფას გაყენებ, არ ცუდად გელაპარაკები. ვცდილობ აგიხსნა სად ვართ და როგორია ამაში ჩვენი ყველასი პასუხისმგებლობა. მათ შორის იმ ხალხის, ვინც როდესღაც უსამართლობას ერთად ვაპროტესტებდით და ხო მოკლედ სამი სიტყვით, არა ორი სიტყვით რო შევაჯამოთ რა. რა ქენი რამე რა ბერა. აი რამე ქენი. აი რაღაცა შეძელი და იყავი შენ და არ იყო მთელი ცხოვრება ვიღაცის ვიღაცა. და ამაში კიდე არ შემოვარდეთ ხა ბერას ისინი ამის კომენტ უკვე ვიცით ან ხა რომ ამ ვიდეოს კომენტარებში შემოვარდება ყველა ვისაც უნდა რომ შეგეტენოს. და იქ ცალკე ტრაგედიაა ჩემი აზრით რომ ალბათ მთელი ცხოვრება რაღაცა ეჭვები გაქვს, მე მექნებოდა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ისეთ ხალხს უყურებ შენ გარშემო, ალბათ ეჭვები გაქვს რომ ამ ხალხი მართლა ჩემზე შეტკივა გული თუ მე ჯიბეში რამდენი მიდევს ის აინტერესებსო. აი მასაც პირდაპირ გეუბნები რა და დარწმუნებული ვარ შენს გიფიქრია ხა ამაზე და ქენი რა რამე